გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვართ ჯგუფ პარანორმალი და ვიკვლევთ და ვიძიეთ პარანორმალურ მოვლენებს. მორიგი შეტყობინება გვაქვს უკვე ამჯერად სხვა ოჯახიდან, სადაც ხდება უცნაური მომენტები და ჩვენც რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ გამოვედით შემთხვევის ადგილზე, რათა ამ ადამიანებს დავახმაროთ იმაში, რომ თუ კი სახში მიყვება რაიმე ბოროტი ძალა, უწმინდური სული და ასე შემდეგ, დავახმაროთ ამ ადამიანებს იმაში, რომ დაუბრუნდნენ 7 ადამიანურ ცხოვრებას და არ აწუხებდეთ მათ არანაირი ბოროტი ძალები, რათა შეძლონ ნორმალური განვითარება და ადამიანის ცხოვრება. გამარჯობა ხალბატონო, მოგესალმებით. თუ შეიძლება რომ გითხრათ პირველად როგორ დაიწყო ამ სახში უცნაური მოვლენები, საიდან დაიწყო უშუალოდ ეს მოვლენები და თქვენ როგორ შეამჩნიეთ ეს უცნაურობები ამ სახში? კეთილი. ახალი შემოსულები ვიყავით ამ ბინაში. დაიწყო ქალიშვილის შემთხვევები ქონდა, რომ მითხრა რაღაც აჩრდილს ხედავო. იყო შემთხვევა, რომ ხედავდე და შავებში ჩაცმულ ქალბატონს დადის ჩვენ ბინაში და თითქოს ეს ბინა მისი არისო. ხო და იყო რაღაც ეგეთი შემთხვევები, ფეხის ხმები იყო. იყო შემთხვევები, რომ შიშის გამშვილი სიგნალში ვერ ჩერდებოდით რა. ხო, ახლა ესე დეტალებში ყველაფერს ვერ გავიხსენებ, მაგრამ შევეცადეთ. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს თავისთავად. ეხლა მოდი დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რომ შავებში ჩაცმული ქალი ვახსენეთ ხო? ეს უშუალოდ ხდებოდა ამ სახში ხეს რაც იმყოფებით? კი. კონკრეტულად ტერიტორია სად იქნა შემჩნეული? საძინებელი იყო ეს დერეფანი, რომელი ოთახი თუ გახსოვთ? არა, შვილი როგორც მიხსნიდა, მთელ სახში მოძრაობდა. მაგრამ ძირითადად უკვე ეს წლები აქ ვცხოვრობთ და კარების ხმა არის, შემოდის თითქოს ვიღაც, შემოვა პირდაპირ აქეთ შემოსასვლელიდან სამზარეულოში და მერე გასასვლელი არის აბაზანაში. აი ამ მიმართულებით ხდება შესვლა, რატომღაც ვფიქრობთ, რომ რაღაც ოჯახის წევრები შევდივართ აბაზანაში და იქ ხელპირის დაბანა ხდება. ასე, გონია, რომ რომელიღაცა ჩვენთაგანი შემოდის და პირდაპირ შევა შიგნით. დიახ, ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა რამდენადაც ჩვენ გავისაუბრეთ წინა სიტყვაში. თქვენი შვილის სახით გამოჩნდა რაღაც უცნაური არსება სახში. აი ეს როგორ იყო თუ შეიძლება რა გითხრათ? ჩემი შვილი ხელოსანია, ძირითადად ავეჯაწყობს და უწევს გვიანობამდე მუშაობა. დიახ. ხო და ოჯახში მოვითათბირეთ, რომ ადრე უნდა მოსულიყო და უნდა ერთად გვევახშმა. და ამ ლოდინში დაუგვიანდა, მე დრამდიჯერმე დაურეკე და არა იყო ტელეფონი იქ დაზგების ხმაურზე არის შემთხვევა, რომ არის ვერ ესმის. ვიფიქრე ახლა ნახავს, როცა იქნებოდა გადმომირეკავს თუ გააგრძელა მუშაობა. ხო და ამ შემთხვევაში გავიდა, კაი რაღაც საათები გავიდა და ცოტა ხანი მე ჩამეძინა. და ამ ხმა იყო კიდე ესეთი კარების ხმა იყო და რომ გავახილე თვალები უკვე კარებთან აქ დასაჯდომ ოთახში ზალას რომ ვეძახით, იქ დივანთან მე ვიყავი და კარებთან ესეთი სილუეტი იყო, სილუეტი კი არა, პირდაპირ შვილი დაინახეთ აშკარად რომ ადამიანი შემოვიდა. ხო, და ვუთხარი რომ მეთქი რატო დაიგვიანე ხო ვითხარი ადრე უნდა მოსულიყავი და კიდევაც დაგირეკე. კაი, მაგრამ ტელეფონიო სადამ მქონდაო და ახლა ძილიდან გამოსული ვიფიქრე ახლა ტელეფონი შეიძლება გვერდზე დასგასთან არ ქონდა და გააგრძელა ასე გზა როგორც ყოველთვის წავიდა აბაზანაში. და აბაზანიდან უკვე ველოდები და აღარ გამოდის, გამოვედი, ვიჯექი ველოდები არ გამოვიდა. და შემდეგ მივაკითხე, გავაღე კარები არავინ არ იყო. შემოსასვლელი კარებიც გადავამოწმე კიდე და ასე გაუცებული დავრჩი. კიდე დაურეკე შვილს და რაღაცა პერიოდში მითხრა მოვალო. ვიფიქრე ალბათ მოვიდა, წავიდა, რატო მოვიდა, რატო წავიდა, ველოდე რომ მოვიდა და უთხარი. შვილო მოსული რატო წახვედი უკან, გაუკვირდა რომ კი, მაგრამ ეხლა მოვედიო და როდისღა მოვედი და როდისღა წავედი.
დიახ, უცნაური შემთხვევა, ნამდვილად. ხო. პლუს ამას სახში გვაქვს ძალიან უცნაური მომენტები ის, რომ ყველაფერი ფუჭდება, ხო? ხო, ყველაფერი, აი ახლა რასაც რომ გადავხედოთ, დავუშვათ ოთახიდან ოთახში გავიაროთ, ყველაფერი არის დაზიანებული. ყველაფერი აბსოლუტურად. დიახ. დავუშვათ აი შემოსასვლელში ჭერი მაქვს ჩამონგრეული და ესაც ესე ვაკეთებთ და ის ბოლომდე არ აგვაქვს მიტანილი, რომ იქ რაღაცა მოხდეს ხარვეზი და დაგვეშალოს. დაგვენგრეს. ანუ ახალ რაღაცას ვაკეთებთ, ფუჭდება, პარალელურ რეჟიმში ის რაც გაკეთებული ავტომატურად ისიც იმტრევა და ფუჭდება, ნამდვილად ესეა ხო ადასტურებული. ხო, ესეა, აი თუნდაც უკან ფანჯარაზე დავუშვათ. ახალი ჩაღენებული რაღაცა ერთ კვირაში, შემთხვევით თვალი მოხვდათ და უკვე გაბზარულია მინა და ესე დაგვჭა, აღარ გამოგვიცვლეს. თან ნამდვილად ვიცით, რომ ეს დაზიანება რაც მინამ მიიღო, უშუალოდ ოჯახის წევრები აქ არა, საერთოდ ყველა გაოცებულები ვართ. მე თვითონაც გამიკვირდა ახალი დავაყენა, იმიტომ რომ ახალი უნდა იყოს და კი ბატონო. რაღაც ერთ კვირაში. თქვენ მეუღლეს რაც შეეხება, გარდაცვლილ მეუღლეს, უშუალოდ ამ სახლში დაიღუპა და საძინებელში, რომელზეც მიგვითითეთ, ისიც აქ ხო, კი, ახალი გადმოსულები ვიყავით. 90-იანებში გადმოვედით და რაღაცა 6-7 წელი არც კი დასჭირდა და 2005 წელში გარდამეცვალა. რაღაც 98 წელი იყო ეს გადმოვედი. დიახ. ესე იგი, სახლის ისტორიას რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რომ სახლი იყო ეს ადგილი, სადაც ვიყავთ ნახევრად დამწვარ მდგომარეობაში და უკანა მხარეს სახლი, რომელიც ახლა ამჟამად უკვე აღარ არის, ის მთლიანად დამწვარი იყო. ხო, ასე, ზუსტად ასე იყო. ზუსტად ასე იყო, მეუღლეც რომ მოვედით და დავიწყეთ ამ სახლის აგება, ბოლომდე ვერ მიყვავს რა ერთ სიტყვით ვერაფერი. ყველგან იგრძნობა წარუმატებლობა ხო ასე? ხო, აი ზუსტად ეს და პიკამდე ვარ მისული და ასე რომ კვლევაკვლევით მოგაგენით. დიახ. მადლობა რომ აი ასეთი გამოხმაურებები არის და ითხოვს ხალხიშველას ერთ-ერთი მეცალა, რომელმაც მოგაგენით და დაგიკავშირდით. მადლობა მდობისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ დიახ, არ ვიცი ახლა მაყურებელი რამდენად ხედავს, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ რომ გვეჩვენებინა აპარატურა, რომელიც გაგვაჩნია, ხედავთ რომ მთლიანი მაგიდა უჭირავს ამ აპარატურას და რა თქმა უნდა ეს შემთხვევით არ არის და აქედან ნებისმიერი ნივთი რაც მაგიდაზე დევს, მხოლოდ და მხოლოდ იკლავს პარანორმალურ აქტივობებს და მიმართულება და დანიშნულება პირდაპირ შემთხვევაში აქვს ეს. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პლუს იმაზე არაფერს აღარ ვიძახი, რომ ყველა აპარატი უნიკალურია და თავისთავად უკვე უნდა ვიცოდეთ ზუსტად ამ აპარატის სასიგნალო მიმართულებები რა დროს რას იძლევა, ეს ყველაფერი დაგვაქვს და უშუალოდ თქვენ ჩვენთან ერთად მოვადევნებთ თვალყურს კვლევას და თუ კი რაიმე გამოვლინდება ამ სახში ბოროტი ძალა, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია და გვაქვს ყველანაირი მონაცემები იმისთვის, რომ ეს ბოროტი ძალა გამოვავლინოთ უშუალოდ. მაგრამ მემშვიდობას გისურვებთ. ყოველ შემთხვევაში საწყისებიც უკვე გვაქვს, მეგობრებო, ანუ ჩვენ ესე უცბად გადავამოწმეთ რაღაც ტერიტორიები, სადაც იყო რაღაც საყურადღებო მომენტები, თუმცა ჯერ კვლევა არ დაწყებულა, ეს არის ინტერვიუ აუცილებელი მასალა, რაც უნდა იცოდეს მაყურებელმა, რომ ნამდვილად არის ეს სიტუაცია ამ სახში. კიდევ ერთ რამე შევეხებით, ალბათონო, ამ სახში მოხდა კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა. ძაღლი ყავთ ოჯახში, ანუ ის ძაღლი ახლა აქ არის. მაგრამ სანამ რამეს ვიტყვი, მოგცეთ საშუალებას, რომ თქვენ თვითონ მოგყვეთ ეს ამბავი. რა მოხდა ამ სახლში ძაღლთან დაკავშირებით? აი ეს ფანჯარაც ფიგურირებს აქ უშუალოდ. აი ეს ამბავი რომ მოგყვეთ, რა მოხდა და საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა? სახლში ვაკეთებთ რემონტს, რამდენადაც ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ და მოვწესრიგდეთ. შვილები იყვნენ დაკავებულები, აგერ ოთახებში აკეთებდნენ და ძაღლი ყავს სახლში, რომელიც შიგნითაც ტრიალებდა, მაგრამ ახლა უშუალოდ ეზოში არის. და ამ პერიოდში ეს ჩვენი ძაღლი ყეფით შემოვიდა შემოსასვლელიდან და პირდაპირ არის სამზარეულო და სამზარეულოსთან ფანჯარა გვაქვს.
დიახ, გაჩვენებთ ყველაფერს. ხო და აი ასეთი აჩრდილივით შვილებმა ყეფის საშინელი ყეფის გამო ყურადღება მიაქციეს აჩრდილი ადამიანის ვიზუალში აი სილუეტში შემოვიდა და გაურკვევა ფერი შავი თეთრი ხო რაღაც მუქ ფერში საერთფერში რავი როგორ ახსნა ხო და ესე იგი გაუვლია და შვილებმა რომ მიაქციეს ვინ ახარ რა ხარ რა გინდა უცხო რატო შემოდის ოჯახში ამ დროს ძაღლი შემოყვა და ეს აჩრდილი ვთქვა თუ პიროვნება ვთქვა ფანჯრიდან გადახტაო თითქოს წავიდა და ეს ძაღლიც უკან გაყვა ესეთი ანუ მარშრუტი საიდანაც იმოძრავა ამ უცნაურმა არსებამ ეს იყო ფანჯარაში გადახტომა უშუალოდ და ძაღლიც გადაყვა ასე ხო და გაეკიდა კი კეთილი აი სწორედ გვინდოდა რომ კიდევ დაგვიკონკრეტებინა რაიმე უცნაური შემთხვევა კიდევ რაც ამ ბოლო ხანებში მოხდა, რას ამჩნევთ უშუალოდ აი ამ სახში? მოდი უშუალოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირისა ძალიან შეწუხებული ვარ, რა ვიცი, აი ძალიან არეულივით როგორ ვთქვა რა, დავდივარ სულ რაღაცას ვეძებ. ძალიან შევწუხდი აი რაღაცნაირად საქმეში ხელი არც გვემართება უკვე ესე კრიზისულამდე მივედით უკვე რაღაცნაირად თითქოს წინსვლა, თითქოს კი არა ესე არ არის საერთოდ, არანაირი გზა, რასაც დავიწყებთ, ვერც გავდივართ, აი შუამდე ვერც კი მივდივართ. მე, შვილები, რო თქვა არ არიან მშრომელები, არ არიან გამკეთებლები, ეგეთი რამე არ არსებობს, მაგრამ აი ამაში რა თქმა უნდა, მეგობრებო, ჩვენს დავეთანხმებით, რომ უშუალოდ არ ვიცნობთ მართალია ოჯახის დანარჩენ წევრებს, მხოლოდ ქალბატონი ლალი გავიცანით. მაგრამ ის რასაც ეხლაც დაუბროს რომ ნამდვილად მშრომელი შვილები ყავს ამაში თქვენს დარწმუნდებით უშუალოდ როდესაც დაიწყება კვლევა რაც არის გაკეთებული ამ სახში უშუალოდ ქალბატონი ლალის შვილების შემოქმედებით არის ეს ყველაფერი ვინაიდან თავად რა თქმა უნდა ამ საქმეზე მუშაობენ ხომ ეთანხმებით რომ კი შვილები ყავს დიახ მშრომელი ხალხი არიან მაგრამ ერთ-ერთ შვილს უცებ გაუარეს და სიტუაცია თუ როგორ არის ეგ თუ შეიძლება ხო აი ჩაკეტილი არის თავის ოთახში ძირითადად თელი დღე იქ არ ვიცი როგორი ნებისყოფა უნდა ქონდეს სიგარეტი ყავა თუ გამოვა რაღაცნაირად უცხოსავით ყავა საჭმელი დაუშვათ ესეთი რაც საჭიროებას მოითხოვს და ისევ შედის თავის ოთახში. ანუ ატყობთ რომ ადრე, როდესაც ოჯახის წევრებთან უფრო გახსნილი და ესეთი რია ურთიერთობა ქონდა, ეხლა ჩაიკეტა. ხო, და ძალიან შევწუხდი რა უკვე, აი რა თქვენ კრიზისული კი არა, პიკში ვართ უკვე. აი ესეთი გასაგებია. ну შესაძლოა რა თქმა უნდა ხა ის რომ მაინც და მაინც პარანორმალურ მოვლენა ამაში უშუალოდ ზეგავლენა მისი რა თქმა უნდა ძალიან შევსვათ ჯერ ამისგან ვინაიდან შეიძლება იყოს ქალბატონი უბრალოდ ადამიანური ფაქტორი რაღაცა ცხოვრებისეული ასე ვთქვათ რაღაცა მძიმე პერიოდი რაც ყველა ჩვენთანაც გამოგვივლია ამიტომ ჯერ თავს ვიკავებთ იმისგან რომ იქ რაღაც ვთქვათ შეიძლება გვერდით მოვლენებს კონდეს ადგილი ისეც რაც არ არის ამ ქვეყნული ამიტომ თავისთავად ბატონო ჩვენს მაგიდოვართ ხომ არაფერს დაამატებთ კიდევ ხო არაფერს გაიხსენებთ კიდევ გახსენებით რა ვიცი იყო შემთხვევა რომ რაღაცა უცნაურ ხმამაც ძილში გამაღვიძა იყო ეგეთი ხო აი იქნებოდა ალბათ 3-დან 4 საათი რაღაც ეგეთი პერიოდი იყო ხო და რაღაცა ესეთი არ ვიცი ძილში გაგრძელება და ძილიდან გამოვედი თუ რა იყო რაღაც უცნაური არამიწიერი ხმა იყო არ გაბედო და ჩემ ხმაზე ძილშიდან ჩემ ხმაზე მე თვითონ გამომეღვიძა არ გაბედო რას ნიშნავს ვინახარ რა გინდა რო თქვა რაღაცა დავინახე არაფერი ყოფილა მაგრამ უბრალოდ ხმა იყო ეგეთ საშინელი ხო და რომელიც აშკარად და გარკვევით ხო და ვიღარც დავისვენე იმის მერე კეთილი საფრთხებოდა უშუალოდ ეგ მომენტი იყო ამ სახლში აი აქა კი ამ სახლში და საძინებელი რომელი ხო საძინებელი არ იყო აგერ იყავ მის დივანზე ხო შვილებს რო ველოდები
იქვე სავარძელში ჩამეძინა. ანუ ყველა ეს შემთხვევა ეხლა რასაც გვიყვება ქალბატონი ლალი უშუალოდ ხდება ამ სახლში. მეთანხმებით რომ ეგრეა. კი, ზუსტად ესეა. კეთილი. კი. ძალიან კარგი. მეგობრებო, ეს არის ჩვენი კვლევის დასაწყისში აუცილებელი დოკუმენტაცია, რომლის გარეშეც უბრალოდ რა თქმა უნდა არ არსებობს კვლევის დაწყება, ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ ამ ნამდვილ ამბავს, რაც რეალურად ოჯახს აწუხებს, ეს აუცილებელია ამ ყველაფრის გავლა, ეს არის ერთგვარი ისტორია სახლის შესახებ და ბუნებრივია რომ ჩვენ როგორც მკვლევარები და ასე ვთქვათ დოკუმენტალისტები აუცილებელია რომ შევეხოთ ამის გარეშე უბრალოდ არ არსებობს გვერდს ვერ აუვლით, ვინაიდან უნდა ვიცოდეთ რასთან საიდან დაიწყო, რა ისტორია აქვს სახს და ასე შემდეგ. თუმცა გამოკვლევას რა თქმა უნდა ეტაპობრივად მივყვებით, მაყურებელს ყველაფერს ნახავს, ჩვენ ფარულ რეჟიმში ვმუშაობთ, ბუნებრივია, იმიტომ რომ ქალბატონ ვალის აქვს ამის უფლება და ჩვენ რა თქმა უნდა არ აქვს იმის უფლება, რომ მისი ეს მოთხოვნა არ დავაკმაყოფილოთ, ვინაიდან მას სრულად თავისუფალი არჩევანი აქვს და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ არჩევანს პატივცემთ და აქედან გამომდინარე ვმუშაობთ დაფარულ რეჟიმში. კეთილი ქალბატონ ლალი, თუ არის რაიმე კიდევ დასამატებელი თუ ეგ არის რომ მოცნაური ხმები არის, ფეხის ხმები არის, კარების ხმები არის. სხვა ისეთი უცებ ხლა ვერ ვიცენ, არა. აი რაიმე, ხო, ჩვენ ვილაპარაკეთ, ესე იგი მოახლოვებაზე, თქვენ რო გეძინათ. ანუ სიმპტომები, მეგობრებო, ნახეთ რა მომენტი ახლა მესმის რომ რთულია, ახლა ამ მომენტში ყველაფერი გაიხსენოს ადამიანმა, ეს უსიტყვოდ გესმის, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამოდენიმე კითხვა დაგისვით, ხო სწორია? ხო, კი, იყო. ამ კითხვებმა თავისთავად შედეგი ის მოიტანა, რომ ქალბატონ ლალის გაახსენდა ეს შემთხვევები უშუალოდ სიმპტომები, რომელიც მე დავასახელე, ერთ-ერთი სიმპტომი იყო ეს და ქალბატონ ლალი, თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ, აი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი უშუალოდ მოახლოვებაში? ხშირად არის ეს ერთი შემთხვევა არ არის, მე გამახსენდა ეგ უკვე. არის რომ აღარ ვაქცევ ყურადღებას. ესე იგი საწოლში თითქოს რაღაცა მოგიახლოვდა, ჩამოგიჯდა, ზევიდან გადაიარა თითქოს და მიფიქრია რომ ეს კატა ხო არ არის და აწამომდგარვა და შუქიც ამითია, არის კატა არ ყოფილა. ხო, ну საერთოდ შეიძლება იყო ის ძალიან რეალური, რომ ვიღაცამ გაირბინა, ასე ვთქვათ, ხო, საწოლზე უშუალოდ. კი, აი ზუსტად. სიმძიმე იგრძენით, რომ ჩამოჯდა, ვიღაც, ხო? კი, ესეც არის. დიახ, აი სწორედ ამაზე მქონდა მეც ლაპარაკი და კიდევ ერთი რაღაც რაც ახამდე არ მithქვავს, თქვენთვის ეს არის ის, რომ გარდა იმისა, რომ თქვა კი ბატონო შეგრძნება იმის რომ მარტო არ ვართ ინტერნეტის მოქმედებები, როდესაც თქვენ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვერ მოგეჩვენებოდათ ვერცად შემთხვევაში, ხო მეთანხმებით? არა, ეს ძალიან რეალური იყო და ავდექი და შუქიც ავამთ, მაგრამ ცარიელი მარტო მე. დიახ. არაფერი არ იყო. რაიმე, აი კიდევ ორ რაღაცას ვიტყვით და ნუ შემდეგ დავასრულოთ ეს პირდაპირ ასე ვთქვათ ჩართვა გაგები. ეხლა რა მომენტია, ნახეთ, ხო არ გიგზნიათ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნები ოთახში, აი უცბად შეგძინიათ. კი. იყო ასეთი მომენტები. სად რომელ ოთახში? თუ იხსენებთ. მთელ საძინებელშიც იყო. ნუ არის პერიოდულად აცივდება ეს შეგაძლო, შემდეგ ისევ სტაბილური ხდება. იყო ხო? კი, არის. ოთახი არის, ცივი არის, გამოდიხარაკეთ სხვა არის. და კიდევ მეორე, უსიამოვნო სურნელის მომენტალურად დადგომა სახში, აი საზეზღარის სუნი როგორც წარმოიდგენია. ხო, არის, კი. არის ასეთი შემთხვევა. ასეთი ყოფილა, კი. დაახლოებით რის სუნს მიამსგავსებდით, აი ამ საზეზღარის სუნს, რას და აი როგორ გითხრა. რაღაც უცნაურია, მე ვერ ვიტყვი. ხარის რომ ძალიან სურნელოვანი ყვავილების სუნი დადგება არის. აი ეს ძალიანაც ხო. აი გახსენების პერიოდში რაღაცები კიდე მახსენდება. მოდი. რაღაც ძაფრის სუნი ახლა რომ არ მითხრა ისედაც კი არის, აი როგორ გითხრა. ძაღლის სუნი უფრო აი თქოს ვერ ვიტყვი, აი რას მივახსენე. აი მაგალითად დაგეხმარებით იმაში, რომ გავიხსენოთ ეგ მომენტი, ანუ ეს ყვავილების სურნელი, ანუ კარგი სურნელება, ეს ცუდი არ არის, კარგია და უკვე ჩვენ ხვდებით შესაძლოა არ შეიძლება იყოს, მაგრამ აი მეორე სუნის დადგენა გვინდა უშუალოდ, რომ
აი საზღვარი სურნელი როგორ წარმოგიდგენიათ დაახლოებით აი რა შეიძლება შევადაროთ ანუ აი მძაფრი საზღვარი რა მოგდით ხოლმე ანუ რა სადარებთ როდესაც საზღვარ სუნს გრძნობთ ანუ რას უკავშირებთ ამ სუნს როგორ გითხრათ აი ვერ ვიტყვი არ ვიცი აი კაი დაგეხმარებით მაშინ გახსნილი რაღაც აი ხორცის ესეთი აი დარის ხოველის სუნი აი თითქმის ეგეთი და ბევრჯერ გამიღია ყველა ეხლაც აი სულ ღია მაქვს დიახ სულ ეს იყო რა პრინციპში მეც ეგ მინდოდა რომ გვეთანხმებით რომ ხო ეს ზუსტად კი კეთილი აგერ კიდევ ერთ-ერთი მტკიცებულება იმის რომ ამ სახში ნამდვილად ყველაფერი რიგზე არ არის თუმცა დეტალებს აუცილებლად ჩავერკვევით და დღეს ანუ თელეგრამის განმავლობაში ვიმუშავებთ უშუალოდ ობიექტზე და დასასრულს მინდა ერთ რამ გითხრათ კიდევ რომ ესე იგი ჩვენ გაგაცანით უშუალოდ ეხაც გვინდა რომ ამ თემას დავუბრუნდეთ ესე იგი ბოლო კვლევების უკვე დასასრულს როდესაც თუ გამოვლინდა დადგინდა რომ ბოროტისული ყავს სახში რომელიც მოქმედებს და ამ ყველაფერში უშუალოდ დამნაშავეა ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის რომ სასულიერო პირებს მიმართოთ და მოვიყვანოთ სახლი ვაკურთხებინოთ ეს პირველი და აუცილებელია და ვალდებული ვარ რომ ეს გითხრათ, ან თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ან მეორე ვარიანტია თავად ჩვენ თვითონვე მივხედოთ ამ პრობლემას. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იმის მიხედვით იქნება ყველაფერი. კი, აუცილებლად ეს უკვე თქვენი ბოლომდე გასაკეთებელი მე მგონი ჩემი აზრით. კი, უბრალოდ თქვენ უნდა მოგწეთ ამის უფლება, როგორც ოჯახის ასე ვთქვათ, წერმა და პატრონე, თქვენი გადასაწყვეტია ეს. ხო, მე უფრო თქვენზე ვფიქრობ, რა თქვენ ეს საკითხი ბოლომდე კეთილი. ესე იგი, ჩავთვალოთ, რომ ეს არის თქვენი თანხმობა. კი. კეთილი. კი ბატონო, მეგობრებო, რადგან გადაწყდა ის, რომ პარანორმალმა ბოლომდე მივხედოთ ამ საქმეს და უშუალოდ, ანუ გამოვლინების შემთხვევაში თუ ამ სახში რეალურად ბოროტი ძალა გამოვლინდება, თავისთავად ჩვენვე დავასრულებთ ყველაფერს, ესე გადაწყდა და ჩვენის გადაგჩენია, რომ ეხა რომელია რა 12-ის ნახევარია, დიახ. უკვე გვიახლოვდება ის დრო, რომ უშუალოდ კვლევებზე გადავიდეთ და თავისთავად დასკვნები უკვე მოგვიანებით დაიდება, როდესაც ჩვენ უკვე კვლევას დავასრულებ და უშუალოდ გვექნება ამ კვლევის უდაო დოკუმენტაცია და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რეალურად დადგინდა ამ სახში ბოროტისულის არსებობა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ნახოთ. მადლობა ქალბატონ ლალი იმისთვის, რომ მადლობა თქვენ. ლალი ბოდიშით, იმისთვის, რომ გვენდობით პირველ რიგში და ჩვენც რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენმა ოჯახის წევრებმაც მოიპოვოთ მშვიდობა, არ გეშინოდეთ არაფერს, მოქმედებდეთ თამამად და საქმე, რომელიც არ გამოდის და წარუმატებელია თქვენ ცხოვრებაში, დასრულდეს. კეთილი. დროებით მეგობრებო და ნელ-ნელა უკვე დავიწყებთ კვლევის პირველ ფაზას, მეორეს, მესამეს, მეოთხეს და როგორც ხდება ხოლმე იმისათვის, რომ დავადგინოთ უკვე უშეცდომოდ და 100%-ით გამოვავლინოთ. ცდომილება ის, რომ ალბათობა მაგალითად, რომ აი შეიძლება ის იყოს, ან შეიძლება ეს, რა თქმა უნდა, პარანორმალი ამას არ დაჯერდება და ნებისმიერ შემთხვევაში უზუსტეს მტკიცებულებებს დავდეთ რას ნახავთ. მადლობა ყველას, მადლობა თქვენ ქალბატონო ლალი და დროებით მეგობრებო ჩავერთვით. მეგობრებო, ჩვენ უკვე კვლევის პირველი ნაწილი გავიარეთ, მაგრამ ეხა უბრუნდებით ნამდვილ ისტორიას, რაც ამ სახში მოხდა. ერთ-ერთი ოჯახის წევრი, ეხლა ხან შემოვიდა, სამუშაოდან დაბრუნდა, ხოლმე თანხმობთ რა. და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ როგორც დამატებითი მასალა, რეალური მასალა, ჩაგვედო დამატებით კიდევ იმ მასალებში, რაც ქალბატონთან საუბარში გავიარეთ, უშუალოდ დედაა თქვენი ხო ესე? კეთილი. მოკლედ რომ მოგვიყვეთ იმ უცნაურობების შესახებ, რაც უშუალოდ თქვენ გინახავთ ამ ოჯახში, ვინაიდან დედა თქვენ ყველაფერი მოგვიყვა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს თქვენ რა შეამჩნიათ ამ ოჯახში უშუალოდ. და ამის შესახებ შეიძლება რომ მე და ჩემი ძმა მოვედით, დაახლოებით ეს დრო იქნებოდა შესაძლოა ცოტა უფრო ადრე. და შევედით იქ ოთახში ვიჯექით ორივე და ოლოდნელად გაიგო კარების ხმა.
რა არის რომ იკითხა და ორიონ ყურადღება გავამახვილეთ აქეთ ამ ხარეს რადგან მარტო მე და ჩემი ძმა ვიყავით უშუალოდ სახლში რა. კი. და როგორ გამოვიხედეთ ორიონ დავინახეთ რომ ასე რაღაცა გაიარა იქით ამ ფრინი წამოვიდა და პირდაპირ მეორე კარებში გაიარა. კარებში უშუალოდ გაიარა. კი, უშუალოდ კარებში გაიარა. ან კარების გაღება, ან დახურვა, ან რაღაცა ეგეთი იქ აღარ მომხდა. ის კარები გაიღო, რაც გავიგონეთ და მაგაზე გავამახვილეთ ყურადღება. აქეთ რომ გამოვიხედეთ, აი, გაიარა ჩვეულებრივად შავმა სილუეტმა. ახლა ადამიანი რო იყოს ჩვეულებრივ, უბრალოდ შავი და ოდნავ მეტი სიჩქარით რომ გავიდეს და ახლა არ ვიცი. ამ რა იმაში კარებში შუშის კარებია ნახევარზე მეტი სივრცეში შევიდა და გაიარა. კი ბატონო. ესე იგი ნამდვილად ვიცით რომ შავი იყო და არ იყო თეთრი ან სხვა შავი სილუეტი. შავი სილუეტი. მეგობრებო, კი ბატონო, აი ეს შავი სილუეტი და ეს ბოროტი უწმინდური სულები ერთ-ერთი მტკიცებულობა კიდევ რასაც ადამიანი გვიყვება, რეალურად რა თქმა უნდა პირდაპირ იმის მტკიცებულებაა, რომ შავად შანდა და არა თეთრად, ეს უდავთ ბოროტი სულია ან დემონური ძალა, რომელიც მოძრაობდა იმ მომენტში. სხვა კიდევ რა შემთხვევაა? კიდევ იყო ადრე, როდესაც რანს გითხარით, რომ იქ არ ქონდა ესე გაკეთებული პარკეტი, ჩვენ ქონდა ჩვეულებრივ პოლი. პოლის ქვევიდან იყო სიცარიელი. როდესაც ახლა აქეთ იმაში კუხნაში ვიჯექით ამ საუბრობდით ან რაღაცა, იქ ჩვეულებრივად იყო ეს ძალიან ძველი პოლი იყო, ზოგან ჩავარდნილი იყო რაღაცა და ჩვეულებრივად ახლა რომ გაიარო და ჭრაჭუნის ხმა და ფეხის ხმა რომ გააყოლო. ცელოფანზე რაღაცა ესე გადაიარა. იან პოლზე. უშუალოდ პოლზე. შემდეგ იყო კიდევ ისეთი შემთხვევა, როდესაც ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ბეტონი დავასხით და უკვე უნდა დამეწყო პარკეტის დაგება, გავფიდეთ დაბლა ცელოფანი. რომ ნესტი აღარ ამოეტანა. ცელოფანი დავტოვეთ, ვეღარ გავაგრძელეთ იმ დღის მუშაობა და საამო ხანს როცა ვიჯექით პულს ჭამდით და ვსაუბრობდით, იქ ჩვეულებრივად ვიღაცა იმ ცელოფანზე დადიოდა აშკარად. კი, აშკარად გავარკვევით, ხო? კი, ხმა ისმოდა ჩვეულებრივად, დადიოდა უშუალოდ მოძრაობდა შიგნით ოთახში რა. შევედი კიდევაც ვნახე არაფერი არ იყო. უშუალოდ არაფერი არ დამინახია, მაგრამ სინტეზურად ისმოდა ფეხის ხმა უშუალოდ. თუ შეიძლება გითხრათ ეს ღამე ხდებოდა თუ შუა დღეს თუ როგორ? ღამე ხდებოდა. კი, დაახლოებით ეგრე 10-დან 11 საათამდე. 10-დან 11 საათამდე, კი ბატონო. ბოლო შემთხვევები ხო არ შეგინიშნოთ რამე უშუალოდ აი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში? ბოლო ერთი კვირის განმავლობაშიც მომხდარა ეგეთი რაღაცა, კარები გაიღო, თითქოს ვიღაცა შემოვიდა და იქით გვერდზე ოთახში კიდევ თითქოს ვიღაცა შევიდა. იქაც იგივენაირად, ანუ ერთი კარებიც გაიღო, მეორე კარებიც გაიღო, მაგრამ რომ მივედი და ვნახე, იქ უკვე იქ არაფერი არ იყო. და ფიზიკურად რა თქმა უნდა, ვინმე რო ყოფილიყო, ვერც კი გამოგასწრებდა ოთახში. შეუძლებელია, ხო, იმიტომ რომ უცბათი მოძრავე თქვენს. იმიტომ რომ იქით ამ ხარეს ფანჯარაცაა და იქიდან უშუალოდ ჩანს, რომ შემოსულიყო, ხო? ყველა ვარიანტი დავინახავ. შეუძლებელია რომ ვერ დამენახავ მაინც. კეთილი. რა მაინტერესებს კიდევ? აი, მაგათად გვიან ღამით, ხო, თქვათ რომ გძინავთ. ან ხო არ გიგძვნიათ ის რომ აი ოთახში რაღაც მოახლოვდა, ან სიტყვაზე საწყობთან რაღაც მოვიდა. აი ეს როგორ ცივად, აი დაგვასრო კიდეს მე ნახეთ. აი თუ შეიძლება გითხრათ როგორ რა მომენტია. ღამე ხა როგორ გითხრათ, აი ღრმა ძილში რო ხარ რა. და ნუ ახლა თუ ვიღაცამ არ გაგაღვიძა რომ ვერ გაიღვიძებ. და მეძინა ჩვეულებრივად ნორმალურად და სივად, короче, თითქოს ჯერ ვიღაც მოძრაობა არის, აი ისეთი უნიშნელოთ რა. და უცბად შექციები, აი იმაზე აი სიცივეში გარეთ მაიკა რო გაიხადო და გახვიდე. აი კი ბატონო, ჩვენს დამაცნობია ეგ თემა ახლა უშუალოდ. განუვიზია, ვიძახი ფანჯარა რიზღია, რა ხდება. თან ეს მომენტი მომხდარა ისე დროს, როდესაც ძალიან სიცხეები ყოფილა. ზაფხულის განმავლობაში. კი ბატონო. და მოულოდნელად უცბად აცივდა ეს. კი, აი მოულოდნელად. ეხლა და ამ სიცივესთან ერთად უსია რამე სუნი ხომ არ გიგრძრის? ზაფრი, აი წნადი სუნი. აჰა. ეგ არის. დემონური ძალასთან. დემონური ძალა. არ ვიცი ვინ არა უნდა, მაგრამ აქ რა დარჩენია ის ვერ წარმომიდგენია. საქმე ის არის, რომ სამწუხაროდ ეს დემონები, რაც არსებობენ ჩვენ სამყაროში, თავად ირჩევენ სამიზნეებს. კიდევ კარგი, რომ
ამ ოჯახის რომელიმე წევრი არ არის უშუალოდ განსამიზნე და ტერიტორიაზე არის. მაგას ეშველება ლუკა აუცილებლად მაგას მიხედავთ, ამიტომაც ვართ დოკუმენტაციასაც ამოვიღებთ, ნენელა მიყვებით კვლევებს, უკვე უშუალოდ 12-ის მერე პირველი 2, 3, 4, 5 საათი არის ყველა საყურებელია და თუ კი ამ სახში რაიმე ბოროტი ყავს რეალურად, ხო? აუცილებლად გამოვავლენთ და თან მტკიცებულებებს დავდებთ უშუალოდ. ყველაფერში გააგარკვევთ, საქმის ყურში ჩაგაყენოთ, რას ვაკეთებთ, რატო არის საჭირო, რას რა მოყვება, რა აპარატურა გვაქვს, ის მიხედვით რა ადგინდება და უშუალოდ თქვენს იქნებით ამ ყველაფერში ჩართული. კიდევ ადრე მაშინ რამდენი წელს ავიქნებოდი? ალბათ 14-13 წლის ვიქნებოდი. სახში მარტო ვიყავი და დედა ჩემი საზღვარგარეთ იყო, ჩემი ძმა, ჩემი დაწასულები იყვნენ. მამა ჩემი გარდაცვლილი იყო, ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში გარდაიცვალა მამა ჩემი, მე 8 წლისა ვიყავი. ნუ ახლა ზუსტად ვერ გამირკვევია, აი ძაი ვიღაცა დაგიძახოს რა, უშუალოდ სახელით რომ მოგმართოს. ნაცნობი ხმა იყო თუ აბსოლუტურად უცხო? ნაცნობი ხმა იყო. ვის ამსგავსებთ ხმას, ვინ შეიძლება? უფრო ოჯახის წევრს, მაგრამ არც ერთი არ იყო სახში. არც ერთი არ იყო სახში. აი, რომელი ოჯახის წევრის ხმას ამსგავსებთ? დედის ხმას, ხო? დედა ჩემი მომენტში საზღვარგარეთ იყო, სიგურად ვერ იქნებოდა. სიგურად ვერ იქნებოდა. ესეც კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი და მტკიცებულება იმის, რომ ამ სახში ნამდვილად გამოვყავთ დემონურ გამოვლენებებს აქვს ადმი. კეთილი. ნახოთ, მიყვეთ ყოველ შემთხვევაში. ჩვენც მაგიტო ვართ, მაგრამ ის რომ ნებისმიერი ძალა რაც არ უნდა გამოვლინდეს, ხო? აუცილებლად შევეცდებით რომ აქედან სამბლომთ გამდებით და წავიდეთ. დედა თქვენის გადაწყვეტილება იყო უშუალოდ ესეთი ლუკა, რომ პირობითად შევცვალეთ სახელი მეგობრებო, ლუკა არ ქვია ამ ადამიანს, უბრალოდ იმისთვის რომ თქვათ რაიმე დისკომფორტი არ შეექმნას ადამიანს, ამიტომ გადაწყვეტეთ რომ ლუკათი მიმართოთ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ესეთი ორი ვარიანტი. დედა თქვენს უკვე გავაცანოთ ეს ყველაფერი და ეხლა უშუალოდ თქვენ როგორც ოჯახის წევრს ვალდებულები ვართ რომ გითხრათ. თუ დადგინდა, გამოვლინდა ბოროტი სული, ანუ დემონური ძალა ამ სახში უშუალოდ დღეს უნდა გაკეთოს და დღეს უნდა დაიდოს ეს ყველაფერი, მაგრამ გამოვლენის შემთხვევაში ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს. პირველი ვარიანტი არის, რომ სასულიერო პირი მოვიყვანოთ სახში, ოღონდ არავითარ შემთხვევაში დღის განმავლობაში, ვინაიდან დღის განმავლობაში საერთოდ შეიძლება არაფერი არ ხდებოდეს, ტერიტორიაზეც კი არ იყოს ეს ბოროტი ძალა. ამას თავის მიზეზები აქვს ის, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოებებია, ეკლესიები მუშაობს, ლოცვები აღევლინება, ძალიან ბევრია ესეთი ფაქტორი, რომ უბრალოდ ადამიანი კონცენტრირებულია და არ არის მოდულური მდგომარეობაში, მაგრამ ღამე აბსოლუტურად იცვლება სიტუაცია, ვინაიდან წიროლოსებიც ნაკლებია და უფრო მეტი გაბედულობით მოქმედებს, ასე ვთქვათ, ეს ბოროტის სული. ერთი ვარიანტი გვაქვს ეგ, რომ ანუ სასულიერო პირებს მიმართოთ მოვიდნენ ბნელ დროს დღეღამის რა თქმა უნდა მოვიდნენ და აკურთხონ სახლი ეს ერთი შემთხვევა და მეორე ვარიანტია, რომ ჩვენ თვითონვე დავასრულოთ ყველაფერი აქ უშუალოდ. თქვენ რომელ ვარიანტს ირჩევთ? თქვენს გადაწყვეტილება უკვე გითხრათ ეხლა სამეურსა რომ მივიდება რომელიმე ეკლესიაში და რომ უთხრა ღამე მოდი ჩემთან და სახლი მიკურთხე მეთქი შეიძლება სულ უარით გამომისხო მომდევნოს. დიახ, არის ამის ალბათობა. კი, თან ძალიან დიდი ალბათობა. პლუს კიდევ ამას ვიცემატება რომ შეიძლება გარკვეული საფასურის მოითხოვა. ნუ ეს საფასური განა რა უნდა იყოს, მაგრამ უბრალოდ იმას ვამბობ რომ მივალ და უარით გამომისხումრებს, უბრალოდ არა ეს ნორმალური სიტუაცია. კი ბატონო. ანუ მეორე ვარიანტი გჭირდება, რომ ჩვენ თვითონვე დავასრულოთ აქ ყველაფერი და ჩვენ თვითონვე ვაკურთხოთ და ასე ვთქვათ, წმინდა მირონის თან გვაქვს, ნაკურთხი წყალის თან გვაქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ აქ ეს შემთხვევები შევაჭეროთ. არ ვიცი გადახედეთ თუ არა ჩვენ ვიდეოს, ყოველ შემთხვევაში იმის გვამინდა რომ რეალურად ის რაც ახლა აქ მოხდება, შევა ძალაში, მაგრამ 3 დღის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გვექნება ურთიერთობა, ანუ დარებით რომ როგორ ახართ, ხომშვიდობა გაქვთ და ასე შემდეგ. მოდიათ გადაგამოწმოთ ხოლმე ამ 3 ასე ვთქვათ უფრო ხამის განმავლობაში რა თქმა უნდა. ოჯახებსაც ვიყავით აქამდე ფაქტობრივად უფლის წყალობით რა თქმა უნდა, თორე ჩვენ ამ შემთხვევაში არაფერს არ წარმოგვიდგენთ პირდაპირ გეუბნები. ჩვენ უბრალოდ ვართ პარანორმალური კვლევითი ჯგუფი, რომელიც რეალურად
კარგად ვარ შეიარაღებული, ამ მხრივ არ არსებობს თუ სახში რაიმე ბოროტზე აღარაა საუბარი. აი უბრალოდ გარდაცვლილი ადამიანის სულის რო იყოს, რა თქმა უნდა ამას დავადგენთ. არ არსებობს მომენტი, იმიტომ რომ 100%-იანი შედეგები თუ ართ, აპარატურა გვაქვს ერთ-ერთი წამყვანი და უძლიერესი. და ამ აპარატურას შემდეგ კამერას რო გავთიშოთ, მე მინდა რა თქმა უნდა რაღაცნაირად ვიდეთ. ანუ თქვენ სანახმა ხართ რომ ჩვენ მივხედოთ უშუალოდ მასაჯობია, იმიტომ მე რამდენიც არ უნდა ვიარო, შეიძლება იმდენად გამეწეროს ეგ სიტუაცია და გაწელვას, იმას, ამას და იქ მამოვების ძებნას. გვეთანხმებით იმაში, რომ თქვენს გრძნობთ ამ სახში, რომ რაღაცა ვერ არის და რაღაც საქმე წარუმატებლად მიდის და რაღაც არ გამოგდის და აი რო იცი რომ აი 100%-იანი ყველაფერი გამოგივა, აი თან მიმდევრობით რომ მიყოლება ყველაფერი, მაგრამ მაინც რაღაც ხდება, არ ვიცი. არ ვიცი, რა უბრალოდ თქვენს ხელი გეშლება იმაში ვაიმას აი ხო დაძდებ. კი. მეორე წუთს ვეღარ აძდება. აი რაღაცა ეგეთი ხდება რა. რომ ვერ გამიგია უბრალოდ აზრი ვერ გამოყავს აი რა არის და რატო ხდება. არა მარტო მე აი ამ ოჯახში ვინცავა. კი, დედათხმა დაგვიდასტურა ყველაფერი გავისაუბრეთ. კეთილი ლუკა. ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ უკვე თუ კიდევ არა გაქვთ რამე საქმე და სამეთები არა. კეთილი მეგობრებო, მოკლედ ლუკა არის ოჯახის წევრი უშუალოდ და თავისთავად საინტერესო იყო ამ ადამიანს რომ გავსაუბრებოდით, ვინაიდან ჩვენ დოკუმენტალისტები ვართ, მასალები რა თქმა უნდა, ის რეალობა რაც ხდება ამ ოჯახში, ბუნებრივია რომ გვაინტერესებდა ყველა ოჯახის წევრთან გასაუბრება, მაგრამ დღეს საშუალება გვაქვს რომ გავისაუბროთ უშუალოდ დედას და გავისაუბროთ უშუალოდ ლუკას, რომელიც ოჯახის წევრია. ხომ ეთანხმებით ლუკა რომ ეს ისეა. კეთილი. ჩავერთებით უკვე კვლევის მეორე ეტაპზე, ვინაიდან პირველი ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. ეხლა რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს დაუძახებთ და გავაცნობთ ამ სიტუაციას აუხსნით, აუცილებლად რომ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ეს პირველი ეტაპი, იმასაც აუხსნით რა არის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ეტაპები და ბუნებრივია რომ ვალდებულები ვართ რომ ოჯახს ჩავაყენოთ საქმის კურსში. დროებით და ჩავერთებით. მეგობრებო, გადავედით უშუალოდ კვლევების პირველ ნაწილზე. ჩვენ ანუ ხელს არანაირად უშლით ერთმანეთს, ქალბატონი ლალი თავის საქმეს გააკეთებს, ჩვენ უშუალოდ ჩვენ საქმეს მივყვებით. პირველ რიგში ვიწყებთ, რა თქმა უნდა, როგორც წესი ტემპერატურებიდან, რათა ეს ყველაფერი ძალიან საყურადღებოა, თუ აღმოჩნდება სახში მკვეთრად ვარდნა ტემპერატურის, იმ ოთახს მოვინიშნავთ განსაკუთრებულად. ანუ ეს იქნება უკვე ერთგვარი შენიშვნა იმის, რომ იქ რაღაც წესებში ვერ არის. ვინაიდან ახლა მეტნაკლებად უკვე სახში ხო, ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს უნდა იყოს სტაბილური, მეტნაკლებად სტაბილური, მაგრამ მკვეთრი ვარდნა ის, რომ უცბად ერთგან 19 გრადუსი და მეორეგან -2 ან სიტყვაზე რაღაცა, რა თქმა უნდა, ან 9, 8, 7 ესე მკვეთრად დაცემული ტემპერატურა, რა თქმა უნდა, საყურადღებო იქნება. დავიწყოთ. ჩვენ ახლა ვართ სამზარეულოში. სამზარეულოში გვაქვს 23 შევამოწმოთ ტემპერატურა შევამოწმოთ აქ 19 და 20-ია. ხო, იბადა რეალურად ჩვენი ბევრად უფრო სანდო ვერსია, ვინაიდან ციფრული ზონა უშუალოდ აქ გვაქვს 26 გრადუსი. 20 და 6 გახდა. გახდა 7. 27. ვაა, მას კაცი შემო. 20 დავწეროთ. 20 და ხო. კეთილი, გადავიდეთ ზალაში. ცოტა ხანი დაველოდოთ. სტაბილურია, აქაც გვაქვს 20 და 8. 29-ზე წავიდა აქ. კარგი, მანამდე საძინებლებით. საძინებელი ეს არის უშუალოდ ნომერი 2. ვინაიდან იქით გვაქვს პირველი საძინებელი. იდენტური ტემპერატურებია პრინციპში. 21.
21 ეტაჟი აქეთ უფრო სიტყვა შეინიშნება. კარგით. 21 და 1. სამი ოთახი გაიზომა. ეს გახლავთ საძინებელი ნომერი 1. დავანახე. ფიქსიროთ. 21 0-ია. კი. არა 21. საინტერესო რა არის, ხა უყურეთ ორივე საძინებელში, საძინებელ 1-შიც და საძინებელ 2-შიც 21 და 1 გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ეს საძინებლები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს არის, მაგრამ როგორც ჩანს, სახლში მეტად არის სტაბილური ტემპერატურა, სწორედ მაგაზე საუბრობდი მეც. და 1 და 1 გვაქვს 21 და 1 შემოსასვლელში. საკუჭმელა დავჭა აბაზანა და ეს ოთახი. ზო ერთი და 3-ზე ავიდა. ოთხი. ძალიან საინტერესოდ ლაგდება ტემპერატურები ერთის. აბაზანაში უშუალოდ მოპატრონია სახლის და ჩვენ მანამდე ნაბერწახობე. არ მითარ. ოჰო. სანდრა, შენ აქ იყავი უშუალოდ, აღარ კი ბატონო, მოყვები. ესე იგი, გავზომოთ უშუალოდ. ისა თავდადამავალი ჩვენ ვართ, კამერა არ მოყობა. ნუ ტემპერატურა გავზომოთ და კამერა დავაშერებ, შენ სოფლში არ მიგებს. Здравствуйте. არაფერს გამოდები შენ. მე პატრონი ხوار მოხდა რა. არა. ძალიან კარგი. ნახეთ. რა საინტერესო სტატისტიკა დავაყარ შეხედეთ მე რა მისიტანს. კი ბატონო. გავიდეთ უკვე გარა ტერიტორიაზე, ხო, თან არის ხო გვაქვს. კი, თან არის აქ. აი, მოიძებე. იმზად ვარ.
სანდრო პირდაპირ თვალებში მაჭყიდებ. მეგობრებო, ჩვენ ახლა გამოვიდით გარე ტერიტორიაზე. ეს არის ის ადგილები, სადაც კიდევ არის შემორჩენილი ის დამწრობის კვალი, სახლი მთლიანად დაიწვა. არის სიტყვით უკანა მხარეს ასევე ამ ადგილზე, ამ შენობის ადგილზე რაც იყო ისიც ნახევრად დამწვარი შენობაა, ეს უშუალოდ სადაც ვარ, მაგრამ ძალიან არ მომწონს ეს სიტუაცია, რომ ეხლა ვთხოვ სანდროს კადრში აიაქეთ აი ამას მიანათოს. შეხედეთ უბრალოდ შევეთ აი ეს შენობა. ნუ გავარკვიეთ რომ ხალხი ცხოვრობს აქ უშუალოდ. თუმცა აიაქეთ შეხედეთ შენობა გადაიწვა ადრე მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ დაზიანების საფრთხე ხაც არის, უყურეთ კაბელები გარეთ როგორ არის, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა აუცილებლად უთხარით კიდევ ვეტყვით და გავუმეორებთ, რომ სახლში აუცილებლად უნდა იდგეს ეგრეთ წოდებული გამთიშველი, რომ რამე რომ მოხდეს დაზიანება უშუალოდ ავტომატურად უსაფრთხოებამ გათიშოს დენი, რაც ამ შემთხვევაში უბრალოდ სახლში არ არსებობს ჯერჯერობით. რა თქმა უნდა გააკეთებენ აუცილებლად, ვინაიდან უსაფრთხოება მას მოითხოვს. გაბრალოს ამას კიდევ. ეხლა დღეს სახლში ელექტროენერგიას ვერ ვთიშავთ, იმიტომ რომ პირდაპირზე არის შეერთებული, გადახვეულია კაბელები ერთმანეთზე და ბუნებრივია რომ აქ უბრალოდ ვერაფერს ვერ ვიზავთ, ანუ ვერ გავთიშავთ, იმიტომ რომ მუდმივ რეჟიმში გვჭირდება მომენტალური გათიშვა, ჩართვა. თუმცა ერთი კარგი ამბავი, თუ შეიძლება უწოდოთ ამას, ის არის, რომ სახლში Wi-Fi არ აქვს საერთოდ, რაც ბუნებრივია, რომ აპარატურაზე არ იმოქმედებს არანაირი ტალღური გავრცელება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში, კვლევის შემთხვევაში არის კარგი. გავზომოთ ტემპერატურები. სახლის წინა ტერიტორია გვიწერია, ხო, წინა? უშუალოდ. 18 და 4 გვაქვს. გვერდითა ტერიტორიაზე გადავიდეთ უშუალოდ და დააკვირდით აქაც ეხლა უშუალოდ ამ ტერიტორიას დავაკვირდით. გადაი. აღამოძრავ კამერაზე. გადავუგეთ ზაფხულს. ეს არის. ამიფილია ეს. მეგობრებო, აი ეს არის სწორედ ის ძაღლი, რომელიც გაეკიდა იმ უცნაურ არსებას ფანჯარაში. და გაყვა ბოლომდე. აი ეს ძაღლი აქ პერიოდულად შემოდის, ანუ თავის სახლში, მაგრამ იგრძნობა ის, რომ ძალიან განერვიულებულია ცხოველი. პერიოდულად გარბის იქით რაღაცაზე ჩერდება და რაღაცას უყევს, ისევ გარბის ჩერდება და რაღაცას უყევს და როგორც კი მიუყვებით, ხო? თითქოს უფრო თამამად მოეცემა ეს ითამამე და უფრო თამამი ხდება გაბედული, მოდი ესე რომ. ჩვენ ახლა გადავიდეთ გვერდით, უშუალოდ შენობის და სანდრა აქ ხდება. კი ბატონო. ეს არის გვერდითა ხარეთ 17 და 2. ერთი გრადუსით სხვაობა არის. და აი ეს ადგილი მე არ მომწონს ყველაზე ძალიან. შეხედეთ უბრალოდ ამ ადგილს. აქ იდგა დამწვარი შენობა, რომელიც ეხლა ამ მომენტში აღარ არის. ანუ როდესაც ცეცხლი გაჩნდა ტერიტორიაზე, ის შენობა, რომელიც აქ იდგა, მთლიანად დაიწვა და აი ეს სახლიც, ანუ ეხლა რასაც ხედავთ, ამ სახლის ნახევარიც მთლიანად დამწვარია. აი აქ ყურადღება გმართებს, იმიტომ რომ ის არსება, მოდი სანდრა მომიასწრებდეს.
და არც ეგეცნებოდ ადგილი. გაბზავრული უნდა იყოს ამჯერა. დიახ, აი ეს არის ადგილი. ხედავთ? აი ეს ბზარი ფანჯარა ახალი ჩასმული იყო და ოჯახის წევრები უშუალოდ ამაში არ არიან დამნაშავე, რომ ფანჯარა გაიბზარა. ნახეთ, არ უნდა ეგრე ახლოდან გადაღება სანდრა, არ ჩანს კაცი? ჩანს ხო, აბა რა თქმა ეგრე ახლოს რომ ვიდეო ხო ჩანს. ის არსება აი ამ ფანჯარაში გადამოხდა და ძაღლი რომელიც სახში შემოვარდა საშინელი ყეფით როგორც აგვიხსნეს და მოვისმინეთ სწორედ აი ამ ფანჯრიდან გადამოხდა აი ამ ტერიტორიაზე და გაყვა იმ უცნაურ ჩრდილს რომელიც ოჯახის წევრებმა დაინახეს არაერთმა არამედ რამოდენიმე და იმ ჩრდილმა უშუალოდ აი აქ გამოაღწია სახლიდან და ეხლა დავზომოთ ტემპერატურას 17 და 6 გვაქვს მაგრამ აქ უნდა ვიმუშაოთ სხვანაირად ვინაიდან ტემპერატურები 17 და 8 17 და 8 კეთილი ვიძახი ვახავრობა არ მომწონს აი ეს ადგილი 9 იმიტომ კი არა რომ მინძიდელად არ გამოიყურება არამედ აი აქ და ის ძველი სახლი რომელიც მთლიანად დაიწვა და განადგურდა ჰანონთ